მოგესალმებით ჩვენს გულმაყურებელს. უცვლელი წამყვანები ლიზი და მარდა ჩვენი საპატიო სტუმარი ქალბატონი მედია ჯანაშვილი. მადლობა ქალბატონი მედია რომ გვეწვიეთ და დიახ დღეს თქვენი ლექსებით კიდევ ერთხელ გავამდიდრებთ ჩვენს სატელევიზიო არქივს. უღრესი მადლობა იმისთვის რომ გვეწვიეთ. Pirikit მე მადლობას გიხდით ყოველთვის ისეთ სიამოვნებით მოვდივარ თქვენთან. ავივსები ხოლმე ახალი ენერგიით, ამაფრენით და შთაგონებით და ძალიან მიყვარხარ. თქვენ ბავშვებო, თქვენ უკვე ჩემი პატარა შვილიშვილები ვიყავთ. აი ესე დაელოდით ჩვენს გადაცემას დროებით. აბა დავიწყოთ ბავშვებო გადაღება. ტელევიზია ინკოგნიტოს მესამე კურსის მეორე საგამოსტოზე ყოველთვის ნაცნობი ტრადიციული რესპონდენტი ქალბატონი მედია ჯანაშვილი მოვიწვიეთ. მოგესალმებით ქალბატონო მედია. პირველ რიგში მადლობა იმისთვის რომ გვეწვით ჩვენს პავილიონში. მოგესალმებით მეც. უღრესი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია და სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ვივსები ახალი ენერგიით, ამაფრენით, შთაგონებით და ახალ ლექსებს ყოველ მოსვლის შემდეგ. დიდი მადლობა ამისათვის. ტრადიციული სტუმარი ბრძანდებით. და არა მარტო სტუმარი. თანაწამყვანი იქნებით ჩვენი გადაცემის. მადლობთ, სასიამოვნოა ძალიან, მიხარია. ქალბატონო მედია, გვინდა ჩვენი მაყურებელი და განსაკუთრებით ჩვენი თაობა. მსგავსი რესპონდენტებით პოეზიას ვაზიაროთ და ხელოვნება შევაყვაროთ. მე მგონი მოვიდა დრო. წავიკითხოთ ლექსი და მე განვიხილოთ მუზა რომელმაც ლექსი დაბადა. ამაფრენა სულის გამოგწინებაა. მიმალული ლაჟვარდებში გრძელვით. სხვის უძიროს ილურჯეში ჩაძირული, მონარნარე მზის სხივივით ლაღი, თვალციმციმა ვარსკვლავებით მოქარგული, თმა ჩაწნული სიმშვიდეში ღამის, მიბნედილი მთვარის დრფობით გარინდული, შთაგონებით ერთი დუმალ წამში. კიდევ რაიმე სხვა წაგვი. დაგიკითხავ, კიდევ დიდი სიამოვნებით. თოვლი ჩამოდნა, იამ სინაზე ჩამობარდნა მთის ფერდებებზე, თუმცა ჯერ ისევ გვპირდებიან სუსხიან ამოც. ჩამოოქროლებს გაუნდობლად იისფერ სამოს, მაცდური ხიბლით, თავმომწონეთ გარინდულს ნამში. სული დანისლა, გაიწელა ზამთარი ფიქრით, მოყინულ ცაზე გაიბზარა სხივის ოცნება და მორიდებით, ერთი წამით, სულ ერთი წამით, თვალი შეავლი, აღსაოცარ ის ფართობას. გნებავთ დაგიკითხ შემოდგომაზე. სასურველია კიდევ ერთი ლექსი გვაჩუქა. ოქროსფრად დნება შემოდგომა ათთოლებს იმებს. სევდა უჩუმრად გაუფანტავს, დაუღვენთია. ყვითელ ფოთლებში ჩაუქარგავს ეს საფიქრალი, სადღაც შორეთში მიუმალავს, გაოლევია. ცხოვრების ნავი მიუყვება დროთა დინებას, ოქროსფერითმა გაუწეწავს მონაბერს ქარის, ტბის სილურჯეში გარინდული იდუმალება, წამტაცი ხიბლით ალივლივებს ქარვისფერ მანდილს. მადლობა ქალბატონო მედია, რომ წაგვიკითხეთ ლექსები და ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს. მუზა რომელიც ლექსის შექმნას სჭირდება, რამ შეიძლება მოიტანოს თქვენ? მუზა შეიძლება მოიყვანოს იმ განწყობამ, რომელიც სუფევ ჩემს გარშემო. აი სიჩუმის მელოდია, რომელსაც აღვიქვავ მე და იმ შვენიერება, სილამაზე, სათნოება, სიყვარულს, მადლიერების გრძნობას, ამ ყველაფერს შეუძლია მუზა მოიყვანოს ჩემთან. მუზა ალბათ ირჩევს ადამიანებს, აი რაღაცა იმპულსით გატყობინებს, რომ შენთანაა. ამ დროს გაუცნობიერებლად ხელში იღებ კალამს, მივუძები ცარიელ ფურცელს და აისხმევა წარდაძივით რითმები, ლექსის რითმები. აი ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ თითქოს სადღაცა სხვაგან იმყოფება. არა დედამიწაზე, არა სადღაც სხვაგან ზომილებაში დაწერა ამ ლექსს და ბედნიერი ხარ, რომ ღირსი გახდი ამის, რომ მუზა გესტუმრა. ეს ამ უფრო ძალიან დიდი საოცარი
განცდა. ჩვენ უკვე მეორე წელია, რაც თქვენს შემოქმედებას ვეცდით. თქვენი ლექსები ჩვენს უფროს თაობას წლის დასკვნის ღონისძიებაზე ჰქონდათ გატანილი. როდის ველოდოთ თქვენი საავტორო ლექსების ციკლს და აპირებთ თუ არა მის გამოშვებას? საავტორო ციკლს როგორ არა ყველას უნდა თავის საავტორო წიგნის გამოცემა, თუმცა ორი კრებული ლექსთა კრებული ადრინდელებია, გამოცემული მაქვს ლურჯის მანება და მარდისობის სიმფონია. ასაკურველია, სურვილი მაქვს ამაზე მუშაობ კიდეც და იმედია რომ განახორციელებ ჩერჩანაფებს. დიახ, ეს ორი წიგნი ჩვენ გავაშუქეთ წინა გადაცემებში, როგორც ახსოვს ჩვენს მაყურებელს. აი ეს ორი წიგნი, რომელიც დაანონსებული იყო და მე საკმაოდ ბევრი ლექსი, ერთ-ერთი წიგნების კრებულიდან ჩვენ ავარჩიეთ ღონისძიებისთვის ლექსები, რომელიც ლიზიმ გაიხსენა ამ წუთში და მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნებით გადავიკითხეთ ის კრებული, თუმცა ველოდებით ახალ კრებულს, რომელიც ალბათ ძალიან მალე იქნება. ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიდა. მადლობა გვინდა გადააგიხადოთ, რომ გვეწვით ჩვენ სტუდიაში. და მე და ლიზი მოუთმენლად დაველოდებით იმ დღეს, როცა რუბრიკა მე და პოეზია თქვენთან ერთად თანაწამყვანები ვიქნებით. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე თქვენს გამშვიდობებით ქალბატონო მედია. იცით რა, მოდით მე დაგემშვიდობებით ლექსით, რომელიც ჩემ შვილიშვილებს მიუძღვენი და დარწმუნებული ვარ, ყველა ბებია ხელს მოაწერს ამ ლექსს. თქვენი სიყვარულით ყინვარწვერს გავათბობ. ყინულის სასახლეს დავადნობ, გავაქრობ. ზეცაში კაშკაშა მზის ხილებს შევწვდები, თქვენთვის ჩამოვიტან, თუ გცივად გაგათბობთ. ვარსკვლავთა ციალით მოგირთავთ სამოსას და ღამის წვდიათში გაგიშლით მარაოდ. ოცნების კალთაზე ბროლის კოშკს ავაგებ, საკინძეს შევუხსნი მტრედისფერ კაბადონს. ანკარა წყაროს წყალს ხელის გულ შეუშვე, რომ თქვენთვის ავავსო, რომ ჩამომიქროელ საღმაფრენის ქარი, ნარ-ნარით, ნავარდით თქვენს ღიმილს ვთავაზობს, თქვენი სიყვარული და თქვენი ალერსი, მე არ დამაბერებს იცოდე.